ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა წარმატებით შეძლო 2021-2024 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულება და ახალი 2025-2030 წლების სტრატეგია დაამტკიცა. აღნიშნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყანაში საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი გზამკვლევია გადასახადის გადამხდელებისთვის, ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროთ სტუდიაში გვერდება ზაზა თაბაგარის შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მოსალმებით ტელემოყურებელს. მოგესალმებით ბატონო ზაზა, ანა მახსენა ახალი სტრატეგია, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავდა, საუბარია 25-30 წლების სტრატეგიაზე. მოდით უფრო მეტი ვისაუბროთ ამ სტრატეგიის შესახებ. ერთის მხრივ, რატომ არის ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი და ზოგადად რას მოიცავს აღნიშნული სტრატეგია? შემოსავლების სამსახურს წინა პერიოდებში ჰქონდა 4 წლიანი სტრატეგიები. წინა სტრატეგია იყო 21-20 წლებზე გათვლილი. მას შემდეგ რაც უკვე მოვიდა 2024 წელი, ანუ წინა სტრატეგიით გათვალისწინებული ძირითადი მმართველობების ფარგლებში დაგეგმილი ამოცანები და პროექტები დასრულდა. საჭიროა დღის წესრიგში დადგა უკვე საჭიროება შეგვემუშავებინა ახალი სტრატეგიული მმართველობები, რომელიც უკვე შედარებით გრძელვადიან პერიოდში განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის, როგორც საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების ორგანოს მიერ შემდეგ წლებში იმ ძირითადი მმართველობებს და მიზნებს, რის მიღწევასაც ისახავს და რაშიც ძირითად ინვესტიციებს განახორციელებს სამსახური. შესაბამისად ძალიან საინტერესოა როგორც ბიზნესისათვის, გადამხდელებისათვის, ისე მედიისთვის და ასე შემდეგ ყველა დაინტერესებული პირისათვის. ბატონო ზაზა, თვითონ პროცესზე მინდა კითხოთ ამ სტრატეგიის შემუშავების დროს, შემუშავება როგორ მიმდინარეობდა, რამდენად იყვნენ ჩართულები დაინტერესებული მხარეები პროცესში და რამდენად იქნა გათვალისწინებული წინა სტრატეგიის შესრულების შედეგები და მიღწეული პროგრესი. სტრატეგიის შემუშავების პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და მოცულობით და კომპლექსური. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ პირველ რიგში დაინტერესებული მხარეები, რომელიც მოიცავდა როგორც ერთი მხრივ ბიზნესს, იმ მიზნით რომ საჭიროებები დაიდენტიფიცირებული იყო, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული პროფესიული ბიზნეს ორგანიზაციები, საკონსულტაციო კომპანიები, აუდიტორული კომპანიები, გადამხდელები და ასევე ექსპერტები. გარდა ამისა, სტრატეგიის შემუშავების პროცესში აქტიურად იქნა გამოყენებული ის რეკომენდაციები, რომელიც წინა წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანგარიშებში იყო მითითებული როგორც რეკომენდაციები, შესაბამისად ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნა ამ სტრატეგიის შემუშავების პროცესში და აიწყა კიდევ ჩვენს მიზნებში. კი ბატონო, საინტერესოა რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს განახლებული სტრატეგია 2025-30 წლის და ამავდროულად ვისაუბროთ რეფორმებზეც, რა რეფორმებს უნდა ელოდოს სტრატეგიის ფარგლებში საზოგადოება. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ შემოსავლების სამსახურმა მიზნად დავისახეთ ჩვენი საგადასახადო ადმინისტრაცია გავხადოთ ყველაზე თანამედროვე, ასე ვთქვათ, მომავლის ადმინისტრაცია, რომლის ძირითადი პრინციპები იქნება დაფუძნებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ეგრეთ წოდებულ მომავლის ადმინისტრაციის საგადასახადო ადმინისტრაცია 3-დან 0-ის ძირითად პრინციპებს. შესაბამისად, ამოცემულობიდან გამომდინარე, პირველ ძირითად მიზნად განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ციფრული ტრანსფორმაცია და ამგვარად კანონშესაბამისობის ხელშეწყობა. 2030 წლისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნებით მეტწილად ციფრულად ტრანსფორმირებული. ამ ძირითადი პროცესის მხარდასაჭერად, რა თქმა უნდა, ჩვენ ძირითად ინვესტიციებს ჩავდებთ და ძირითად დაიხარჯება შემდეგ წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების სრულად მოდერნიზაციაში და განახლებაში და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში, ასევე ძირითადი ძალისხმევანი მართული იქნება უკვე მესამე მიზნის მისაღწევად, რომელიც არის ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება და ადამიანური უნარების განვითარება და ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ სამი მიზნის მიღწევა და ასევე მიზნის მისაღწევა და აუცილებელი იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც ასევე არის ჩვენი ერთ-ერთი მეოთხე მიზანი. თქვენი საუბრიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 2025-2030 წლებში შემოსავლების სამსახურის მთავარი მიზანი იქნება ციფრული ტრანსფორმაცია და კანონშესაბამისობის დონის გაუმჯობესება. ციფრული ტექნოლოგიების პერიოდში რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრაციები ბატონო ზაზა და ასევე რომ გითხრათ, როგორ აპირებს შემოსავლების სამსახური ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებას კანონშესაბამისობის დონის ამაღლების მიმართულებით.
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესი არის იმდენად დაჩქარებული და განვითარებული, რომ ეს ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გამოწვევებს გვიქმნის ციფრული ეკონომიკის განვითარება, რომელიც არის მსოფლიოში, ასე ვთქვათ, ერთ გამოწვევა, თუმცა ამავე დროს ჩვენთვის შემოსავლების სამსახურისათვის ქმნის შესაძლებლობებს, რათა ამ პროცესში ვიყოთ ჩართულები, აუწყოთ ფეხი ამ ტექნოლოგიურ პროგრესს და ეს ყველაფერი აისახოს შემოსავლების სამსახურის საქმიანობაში. სწორედ აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, შემდეგ წლებში ამ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული არის 9 ამოცანა, რომელიც შეუძლია ჩვენს ტელემაყურებელს იხილოს ჩვენს სტრატეგიაში უკვე დეტალურად არის აღწერილი რა სახის ღონისძიებები იქნება დაგეგმილი ამ მომდევნო წლებში, მათ შორის იქნება ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. კი ბატონო, საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირთან ასოცირებას ბუნებრივია თან ახლავს თავისი მოთხოვნები. შესაბამისად, საინტერესოა ეს ყველაფერი როგორ არის გაწერილი სტრატეგიაში და ამავდროულად რა როლი აქვს ზოგადად შემოსავლების სამსახურს აღნიშნული, ასე ვთქვათ, მიზნის მიღწევაში. ევროკავშირთან ინტეგრაცია პირველ რიგში გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზაციას, რომელიც რა თქმა უნდა მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს უძღვება ამ პროცესს, სამართლებრივ ჰარმონიზაციას გულისხმობ. შემოსავლების სამსახურის როლი ამ შემთხვევაში არის ადმინისტრირების მაქსიმალურად დაახლოება ევროკავშირის სისტემებთან. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ ამ ახალ სტრატეგიაში ცალკე ამოცანად განსაზღვროთ ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერა, რაც პროექტების ზონაზე მოიცავს ჩვენი საინფორმაციო ელექტრონული სისტემების სრულად ჰარმონიზებას და ურთიერთდაახლოებას შემდეგ წლებში. ბატონო ზაზა, სტრატეგიული დაგეგმვისას განსაკუთრებით ყურადღება ექცევა სტრატეგიული მიზნების მიღწევის შედეგების შეფასებას. რა მიდგომებს გამოიყენებს შემოსავლების სამსახური სტრატეგიის შესრულების შედეგების შესაფასებლად? ჩვენ სტრატეგიაში, ისე როგორც წინა სტრატეგიებში, ახალ სტრატეგიაში, რა თქმა უნდა, განსაზღვრული არის როგორც შუალედური, ასევე 6 წლის ბოლოს 2030 წლისთვის ის საბოლოო მაჩვენებლები, რომელიც მიღწევასაც ისახავს შემოსავლების სამსახური და ეს არის რომელიმე ერთი კონკრეტული მაჩვენებელი, ჩვენს პროგრესს პერიოდულად შევაფასებთ ისეთი კომპლექსური მეთოდოლოგიებით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დაპრობირებული მეთოდოლოგიების შესაბამისად სამსახურის საქმიანობის, საბაჟო და საგანმანათლებლო მიმართულების საქმიანობის კომპლექსურ შეფასებას. კი ბატონო, დათვისაუბრეთ დოკუმენტზე და კიდევ ერთხელ გითხავთ, საინტერესოა, რამდენად ხელმისაწვდომია აღნიშნული დოკუმენტი დაინტერესებული მხარეებისთვის, სად არის მათი ნახოშესაძლებელი და ასევე ამ სტრატეგიით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებისას, ამ შესრულების შესახებ ინფორმაცია თუ იქნება საჯარო და ღია დაინტერესებული პირებისთვის. ჩვენი ახალი სტრატეგია განთავსებული არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე RSG. არა მარტო სტრატეგია, ასევე სტრატეგიის ფარგლებში განსაზღვრული ყველა ღონისძიება და ღონისძიებები და ამოცანა და მათი შესრულების პროგრესი პერიოდულად ქვეყნება ჩვენს საიტზე და რა თქმა უნდა დაინტერესებული მხარეებისაც არის სრულიად ხელმისაწვდომი, ღია და საჯარო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ზაზა თაბაგარი შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით შემოსავლების სამსახურის ახალ სტრატეგიაზე. დღევანდელი ბიზნეს პოსტი ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ, მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის ხვალამდე გემშვიდობებით.